მოგეთ სანდროს რამე თუ არ მოუხერხეთ, არ ვიცი რა ეშველება მაგბიჩს. მართალი ხარ. დილავშიდობის ლაო, როგორ გვეძინაო, როგორ გვეძინაო, თუმცა ვინ დაგაძინებდაო, დათო დილამდე იურმალას უყურებდაო, მაგრამ არა უშავსო, გამოვასწორებთ დათო ბიძიასო, თიკა გამარჯობა. გამარჯობა. ისე მარიკა სანდრომ თუ მართლა ახლა მოიყვანა ცოლი, თქვენი ბავშვები თითქმის ერთად გაიზრდებიან. ხო და მე მაიას ვემხრობი. არ ვიცი. არა მგონია სალომეს გენებმა სანდროს გენებს აჯობოს. ორი რაღაცა უნდა გითხრა დღეს. ხო. ერთს ახლა გეტყვი. მეორეს მე ნახოთ. ჩამოდი. მიდი რა. რა გადავწყვიტე, იცი? გადავწყვიტე და კომპიუტერი მიდავიყიდო. კომპიუტერი გინდა იყიდო. ესე იგი, გოგოებო, დაუკვირდით რა ხდება? ახლა მომისმენთ კარგად. ერთ შვენიერ დილას მხატვარმა დათომ გაიღვიძა და გადაწყვიტა რომ ეყიდა მანქანა. მე მოვიდა მეორე მშვენიერი დილა, გადაწყვიტა რომ ეს მანქანა უნდა გაეყიდა და სხვა მანქანა ეყიდა. მე მოვიდა მესამე მშვენიერი დილაც ხო მოვიდოდა, რასაც წავიდოდა, ხო და ამ მესამე მშვენიერი დილას გადაწყვიტა რომ ეყიდა მობილური. ხო და აი კიდევ ერთი მორიგი მშვენიერი დილა გათენდა, გაიღვიძა ფერმწერმა და გადაწყვიტა რომ იყიდოს კომპიუტერი. დათო, შენ რაღაც ცუდად გძინავს. მიზირა. აი წრა მას. თქვენას მიჩვენეთ გოგოებო. რა ვიცი, დათო, კარგი აზრია. კარგია. მეც ასე მგონია, კარგია თუ იყიდი, მე ჩვენც გამოგვადგება. მაგაზე მე ვილაპარაკე. ირა, მანთან რა გიხოცები, სერიოზულად, რას ფიქრობ შენ რა ვქნა ეგ? რჩევა მინდა შენ კარავე. რჩევა გინდა. ხო. დათო, მე შენ არასდროს არაფერს გირჩევ. იმიტომ რომ შენ არასდროს მნიშვნელოვანს და სერიოზულს არ მეკითხები მე არაფერს. გასაგებია? კარგი რა ირაკლი რა. როგორ არ გიკითხები ხომ? შენ არ გიკითხები, სულ შენ არ გიკითხები ხომ? მკითხე. აქ რო გადმოხვედი აფსახში და დაიწყე იმ ოთახში სტურება. მკითხე. ნუ კარგი რა ირაკლი რა. თიკა გიხოცები, შენ მაინც ვიცი ახლა როგორი ვიყიდო დიდი პატარა გასაშლელი აი ეს რო იშლება ეს კაპანი ვაკეთებ. დათო, იცი რა არის? გასაშლელი კარგია. ოღონდ ბლოკნოტი. გასაშლელი ბლოკნოტი იყიდე ჯობია. მაგარი იყო. კარგია. შვენიერი იდეა, გასაშლელი ბლოკნოტი დათო, მე იმითი პასტით დაწერ ინტერნეტ. შეხვალ ხოლმე რა. კარგი რა ირაკლი. ამხელა პროფესორი კაცი ხარ. კარგი. კი ბატონო, მომიტევეთ ბატონო დავით, დამძანდი, ვიხუმრე. ნუ შენ თუ ასე მტკიცედ გადაწყვეტილი დათო, რა თქმა უნდა, შენ სულს წინ ვერ აღუდგება, იყიდე ეს კომპიუტერი, ოღონდ მე მგონი ჯერ იყიდე ნუპაგაძი. დენდი, სეგა, სუბორი. კიდე რა იყო თიკა? სკარანტკა. დათო, მისმიდან დაახლოებით მაინც იცი როგორი გინდა რომ იყიდო? აი მონიტორი რამხელა გინდა რომ კონდეს, ვინჩესტერი, XP გინდა თუ ვისტა, რამი რამხელა გინდა რომ კონდეს, ვიდეო კარტა. ჯერ მარტო მე ის გადავწყვიტე ვერცხლის ფერი. ვერცხლისფერი კარგია. ცუდია? კარგია. არაჩვეულებრივია. რა? ვერცხლისფერი, გასაშლელი ბლოკნოტი. ძალიან კარგია, ბატონო დავით. კარგი რა ირაკლი რა კარგი რა. ხო, კარგი, ხო, კარგი. თუ ასე მართლა გადაწყვეტილი გაქვს იყიდე.
იყიდე ხა მე რა უფლება მაქვს ხელი შეგიშალვა აი თიკა ნახე რამდენიღაც ჩამოთვალა იცის ყველაფერი ძალიან კარგად თან ხო თიკუნა ხო და წამოყვება და გაყიდინებს კი დათო წამოყვები ხო რა პრობლემაა მაშინ ერთზე მე ხო გითხარი რომ გამოვიდე იქიდან ერთი ორი რაღაცა მაქვს ერთი ხა გეტყვი და მე მეორეს მე ხო მითხარი ეხლა გეტყვი მეორეს მიდი მე ხო მინდა რომ ვიყიდო კომპიუტერი მინდა ხო გინდა ხო და მაგ რაღაც თან გარკვეული მაგრამ მაგალდება და უნდა მასეს არა ეს მეორე რაღაც სათქმელი რომ დაახლოებით ასეთი რამ იქნებოდა მე წინას არ ვიცოდი მაგრამ დათო სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარები არ მაქვს ახლა ფული კარგი რა გეხვეწები რა ხო იცი როგორ მინდა კომპიუტერი გთხო კაცო მომისმინე ერთის გენაცვალე მომისმინე ახლა დღეს ვაპირებ რომ ჩემ ბავშვს რაღაცები უყიდო ვიწყებ უკვე ნელ-ნელა მზადებას და ვერ მოგცემ დათო რა დამაკლდება მეც ბავშვს უნდა უყიდო რაღაცეები ნუ ეხლა შენს ბიჭს თუ უნდა უყიდო მოიცა ვის ეს რა მეყოლება მე ბიჭი ვაშკაცი თუ უნდა უყიდო ეხლა მე ბიჭი უნდა მეყოლოს მე ხო ბიჭი ვაშკაცი ლომი მოგცემ მე შენ ფულს მოგცემ ასიზარასიზარასი მოგცემ დაგიმატებ კომპიუტერის ფულს და მე რა უნდა მეყოლოს ბიჭი უნდა გეყოლოს მე რატომ მოცე რატომ ეს იმიტომ რომ გაგდება შენ და მე შენ მოგცემ ფულს და მე რა უნდა მეყოლოს ბიჭი და რა დაგაკეთა იმიტომ მოგეცი და მე მინდა მეყოლოს ბიჭი ვაშკაცი ლომი და მე რატომ უნდა იმიტომ რომ შენ გაგდება ფული მე მინდა მეყოლოს ვაშკაცი ლომი კარგით, გეყოფათ. დათო შენ რაც უფრო მალე წახვალ, ვით უფრო მალე იყიდი კომპიუტერს და კარგი იქნება, მიდი, გაიქეცი. მიდი. წამო თიკა გადაიფიქრე. ირა, ოდნოებში გაგჭითო. შალეს ნერვები დილიდან რა, ესე იგი, თვითონ არაფერს არ მიკეთებენ და სხედან უსაქმურად თამარმა უნდა ირბინოს ყველაფერზე. ვინ მოგიშალა თამარ, ვინ მოგიშალა ნერვები, ვინ ეთამაშება ცეცხლს? გამოდი აქეთ, გამოდი. ქეთევან, შენ ქმარ საჭმელი აჭამე, თორე პირი რომ ცარიელი აქვს, რაც სისულელეებს ბოდიალობს. კარგით რა დაწყნარდით რა შენ კიდე გამოდი ნუ უშლი რა ნერვებს თამა რა მოხდა აბა მითხარი რა მოხდა და სახურავიდან ჩამოდის წყალი კორპუსში და მეზობლები ჩხუბობენ თამარმა რატომ არ გააკეთაო რო დაგპირდაო რატო არ აკეთებსო და რა თქვენს იცი რა ადექი ახლა დამატარე რა Fai რა თქვენს იცით თუ? რა. თუ არ შეგიძლია კორპუსის თავმჯდომარეობაო? ადადექიო. ვაიმე. აჰა, ესე იგი შეწუხდნენ, ხო? საერთოდ არ ვიკვირს. ფულის დადება მაგათ არ უნდა და არაფერი. აბა რა იქნებოდა? ჩავიდოდა ის წყალი მეხუთედან მეოთხეზე, მეოთხედან მესამეზე, მესამედან მეორეზე, მეორედან პირველზე და მოჩა, მეტი კი არ არის ეს კორპუსი. დამთავრდა. თამარ, რა მაინტერესებს იცი ახლა? რისი მეტად პირდებოდი შენ იმად ამ ხალხს დახმარებას ერთი გამაგები. რა? ამ შეხელშეკრულებით ნუ ძურები ყველაფერში. რისი მეტად პირდებოდი და მეთქი გადაიღებდა ეს წვიმები თქო. ის მესამე სად არის? მესამე განცხადება სად დამიმალე? სად დამალე? სად წაიღე? გეფიცი. შენ ჩადე, ხო? აჰა, გასაგებია.
თან მე 1 და 2 განცხადება კი არ შევიტანე. ქეთ უამრავი რა, უამრავი. თამარ, მე მგონი შენ არასწორი მიმართულებით აგზავნი ამ წერილებს. მერიაში კი არ უნდა გაგზავნე. პირდაპირ ზევს გაუგზავნე, ზევს, შეწყვიტე ეს გაუთავებელი წვიმები. რა არის? არა, მე ამას ასე არ დავტოვებ. წავედი ახლა მე გარიქეთი და აბა ჭკვიანა. აბა შენიც თამარ. აბაში ბედი, მოდი შენად, მოდი, რატო ახლა ვერ გავიგე რა? მაცადე რა, დრო მატარებინე რა. კიდე კარგად ვარ თქვენ ხელში რა ჩუსტებით მივდიოდი. თამარ. შენ მერიაში მიდიხარ ხო? მე რას იცვამ რით? შენ რკინის ქალამნები უნდა ჩაიცოდე ისე უნდა წახვიდე თამარ. ქეთო გაუკეთე რა ამას საჭმელი რა. კარგი რა თამრი, ახლა 17 ხელი მაქვს. ესა ლაშიკო, შემომხედე, კვერცხი შეგიწვა შეჭამ, ჰა? კვერცხი არ, მე არ მინდა კვერცხი, თამარს გავატანოთ. ნუ ეხლა იქ ამ სახურავის ამბები თუ ვერ მოაგვარა, ნუ ვერ რა თქმა უნდა ვერ მოაგვარებს. დაუშენს მე იმ შენობას კაცო. გამოდი რა, გამოდი აქეთ. აი მე რა არის ახლა მარტო წავიდე, ქეთო. წამოყვე გინდა თამარ მე? შეგაჭირდი. ჩემი და ხო ხარ და წამოდი მარტო ნუმაჩხუბებ რა. აი მე თამრი შეხედა, ახლა ესე საწამოვიდე, ვალაგებ ხო ხედავ რა, იმდენი საქმე მაქვს თამრი. ამ წვიმებმა ეს ფანჯები სულ გამიოხრა, უნდა ჩამოვწმინდო. ეს სარეცხი შევყარე და სარეცხი საჭმელი ხო უნდა გავაკეთო არა? რა გავაკეთო? გამანებე თავი. გაუკეთე ხო ამ ლოქოს საჭმელი და წავიყოლებ ვინმეს რამეს ვიზავ. თამარ ისევ შენ, თამარ ღლონტო, რა დღეს ახლა გაჩვენი. თამარ, შენ ლოქოს მე სულ ტყუილად მეძახი. აჰა. გუში ნავიწონე და სხვათა შორის დაკლებული მაქვს. ესე? აბა გამოდი ერთი დატრიალდი გნახო. გამოდი. დატრიალდი. არა ისე რაღაცა დაფერთხილა, ხო? კარგი ვაშა, ლოქოს აღარ დაგიძახე. ხო, დღეიდან დაგიძახებ მურწას. წავედი ახლა მე აბა და ოჩაღად. გამარჯობა. გამარჯობა. თამარ, სად მიდიხარ? რა არის? რა მითხარი შენ რაო? მე გითხრა, რა გითხრა? არაფერი, სად მიდიხარ თქო, არაფერი. ვაიმე, შენ რა გოგო ხარ? გადასარევი. ნახე შენი გადაცემა, ნუ როგორი ტელეგენური, რა იდეა, როგორი მეტყველება. ფანტასტიკური გადაცემა გაგზანა. მივხვდი, გავიგე, თამარ, როგორც ჩანს კითხვა დავსვი არასწორად, ხო? ანუ სად მიდიხარ კი არა, სად მივდივართ, ხო თამარ? ხო, რა ვიცი ახლა. მომიშალეს ნერვები დინდან მეზობლებმა სახურავიდან წყალი ჩამოდისო და მივიდე ერთი მერიაში გავარკვიო რა ხდება, უამრავი განცხადება გავაგზავნე, რა ვიცი გამოხმაურება არ იყო. ხო და განცხადება უნდა გააგზავნო, მისვლა რა თუნდა მაგას. აღმოაჩინე ახალი ამერიკა? ჩვენ ხლაკას ვაკეთებთ აქ რა, ესე ვზივართ ფეხი ფეხზე გადადებულები თუ რა? განცხადებაზე ვაგზავნით, კაი, მივდივართ, წავედით უკვე, კაი. აუ, ისე ეს არჩევნებიც არ დანიშნეს რა, რომ შეაკეთონ ეს სახურავები. ჩემო თამარ, მე მაინც მგონია რომ შენ სულ ტყუილად მიდიხარ მერიაში. აჰა, დამთარსა უკვე. რატომ მივდივარ ტყუილად? მე რამდენად უნდა წახვიდე, ან მე რამდენი განცხადება უნდა გააგზავნო. ხო ხედავ, არა საქმეს ვერ აკეთებ. მართალი არიან ეს მეზობლები, უნდა გადადგე. შენი ავტორიტეტი დაეცა. კი ბატონო, გადავდგები. მაგრამ ვინ უნდა მოვიდეს ჩემს მაგივრად? არა, მაჩვენე რეალური კანდიდატი. ვინ და ირაკლი ალასანია. შენ მიდი ლიფტი გამოიძახე.
წავედი უკვე. თამარ. ისე ხა მითხარი ნამდვილად რა ეს. ანანო რატომ მიყავს ხა ცნობილი ტელეწამყვანია იცნობენ და დაგეხმარებიან თუ? წავედი ახლა მე წავედი. მოდი შინაკ, მოდი აქ, მოდი. იცნობენ ხო შეეცოდებათ და დაგვეხმარებიან. მოდი შინაკ. ისმენთ? დათო. რაკენ გადაწყვიტე კომპიუტერი გინდა თუ ლეპტოპი? ეხა ეგრე მე ორივე მინდა. შენას რიჩე. რა ვიცი, მე გირჩევ ლეპტოპს, იმიტომ რომ პატარაა, მოსახერხებელია და სადმე თუ წახვალ წაიღებ. მე რა? ყველას გასაგონად ვიძახი. მე 2013 წლამდე არც წამწვად არ ვაპირებდი. და მაგას არ ვამბობ, უბრალოდ ისე გირჩევ ლეპტოპს და არჩიე, ნახე რამდენია. ეს უგასა. აი ეს რა ენერი კარგია? ენერი? ხო, იცით რა ეს ენერი არ არის, ეს არის HP. და სხვა შორის ძალიან კარგი კომპიუტერია, ძალიან კარგი მონაცემებით, ესე იგი 3-დან 0 პროცესორი, 200-იანი ვინჩესტერი, შემდეგ ვიცი. ეგენი მე. და ეს განმარტება გააქვს? კი, რა თქმა უნდა. და ყველაზე დიდხანი რამდენია? 18 თვიანი. თვიანი? იცით რა? აი მოგზანდით? სხვათა შორის მე აი ამ კომპიუტერსაც გირჩევდით, თან თუ იყიდით მაუსიც მოყვება, კიდევ რაღაც აქსესუარები. თუმცა არანაკლებ კარგი ვარიანტია აი ეს. მოკლედ შეარჩიეთ რომელიც გენი. მადლობ. თქვენ ისე? თიგა. მაიც ეს ხო არ ჯობია, ჰა? რომელი? აი ამას ის მოყვება რა. რა? აი ის რა ქვია იმას. ის რომ მოყვება რა. რა მოყვება რა? ხაო. ხაო. ხაო რა არის ეს? მე არიცი? ხაო არის აი მაუსი რო დასისინებს. ხაო. მაგას ხაოხია? მაგას ვქენ ხაო. მაშინ იცი რა ქენდა თა შენ მიდი და უთხარი რომ ხაო რომ მოყვება თქო ის მინდა თქო მიდი უთხარი. აბა რა გადაწყვიტეთ? რომ ფიქრეთ რამე? სურაიც რა ჯდება მთლიანობაში ფასი მაინტერესებს. მთლიანობაში ახლავე 1150 ლარი. და მაუსის გარეშე? მაუსის 1145. დათო მარტო მაუსი რო იყიდო? დათო ახლა ორი მაუსი იყიდა მარტო და ორივე ხელით უფრო სწრაფად გააკეთა ყველაფერს. აი ტიკა ეხლა გაკლია ბზ. მოკლედ აი ახლავე გამოგიტანთ მე. ხო მართლა 1 წლიანი გარანტიაც აქვს თან კომპიუტერს. მოიძა რა აქვს? გარანტია 1 წლიანი. რა თქმა გარანტია? რომ გაფუჭდეს ან რა უნდა გაფუჭდეს? რატომ თარსავ? რა უკანი რა თანამდებობა? რა ხაო ჩადება და გავიწყე შენ, აი გაფუჭდეს. ხაო
ლაშა. ნაყინი არ გინდა? არა, ქეთევან, კუჭი გამეყინება. რა ვიცი, წეღანიმდენი შეჭამე, მე მეგონა კუჭი საერთოდ არ ქონდა. ეს ხლონტური რო არ გაურიო, ისე არ შეგენება. რაკენი შენ სანდროს დაურეკე? ჰა? კი, 15 წუთში მოვალო. ვაი? უსწავლია საათის ცნობა. დიდი აფა. მოდი სანდრო. სამივე ჩხეიძე მოსულა. ო, და სამივე ღლონტის აღში ხართ? არა, ირაკლი, თამარი კორპუსის საქმეებზია წასული, მარტო მედალაშიკო ვარ ძაღლში მეგერას. სანდრო ჯერ არ მოსულა? არა, მალე მოვა. ირაკლი, წამოდი კაცებმა ჩვენ სამზარეულოში დავილაპარაკო. რა თქმა უნდა, ბატონო ლაშა. ირაკლი, წამოდი ჩვენ კაცებმა საძინებელში დავილაპარაკო. ყვილად დადიხართ. ისე დავმალე, მაინც ვერ მიაგნებთ იმ კონიაკს. გიგი. კარგი რა, ირაკლი რა. ეხლა რა დროს დალევა, მითხარია ბა. აიცი, სანდრო უნდა მოვიდეს და სერიოზულად უნდა დაველაპარაკოთ. ხო, მარიკუნა, უნდა დაველაპარაკოთ, ლაშა. ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე სანდროსთან სერიოზულად მომიწევდა ლაპარაკი რამე თემაზე, ნებისმიერ თემაზე. რას ვიზავთ ირაკლი? უნდა დაველაპარაკოთ თორე. მოიყვანს ცოლს და დაიღუპება ეს ბიჭი ცალკე და ის გოგო ბარში კიდე ცალკე. ვიცოდე? მოდი სანდრო, მოდი. მოდი სანდრო. გამარჯობა ალექსანდრე. ო, გოგო ნახავს. სოულკმრებო. ჩვენ კარგად. ჩვენ გვინდა რომ დაგელაპარაკოთ სერიოზულად. ო, ნახე, ირა, ცოლი მომყავს და უკვე სერიოზულად მელაპარაკებიან. რა, აბა, რა ხდება? რა ხდებაო, სანდრო და ეს ისეთი საკითხია, რომ აქ აჩქარება არ მოგიტანს კარგს არაფერს. დავეთანხმება ქალბატონი ქეთევანი, მარიკუნა, ბატონი ლაშა. მე მაინც ნუ მკითხავ მაგას. როდესაც ცოლი მოგყავს სანდრო, ცოტა უნდა გაიკითხო, გამოიკითხო, აწონო, რა ვიცი. გავიკითხე უკვე, ირა, გავიკითხე. ხო? ირაკლი, იმანაც რომ გაიკითხოს, მან დავიღუპეთ. სანდრო და ოჯახს იცნო? კი, დედ-მამა გავიცანი, დედის ერთა ბიძაშვილები და დეიდაშვილები არ ყავს. ბედნიერი. და სანდრო, შემახსენე რა პროფესიით ვინ არის? ასტროფიზიკოსი. აჰა. მე თუ მკითხავ, შენთვის მაინც ექიმი ჯობია. რა ვიცი, სანდრო, აბა, მაინც დაფიქრდი, ის ასტროფიზიკოსია. შენ ხარ? რაღაცნაირი. მე მაინც ვფიქრობ, რომ მაია შენ ვერ გაგიგებს. ასტროფიზიკა გაიგო და მე ვერ გამიგებს? არა, სანდრო, არა ეხა. ეგრეც ნუ შეხედავ ამ საქმეს. მაინც ცოლი ცოტა სხვა რამეა, ცოლმა უნდა მოგხედოს, მოგიაროს, დაალაგოს, საჭმელი გააკეთოს, წვენი დაგისხას. დაალაგოს, წვენი დაგისხას, საჭმელი მოგიტანოს, ეგრე ბარემ სალომეს მოვიყვან ცოლად. წავალ, მე იმ კონიაკს გამოგიტანთ. ირაკლი. ქეთევან. ორივე ბოთლს. კი, ორივეს. ირაკლი. აუ, თიკა გამორთო ხო? არ გადაიწვეს. დათო რა? რა? რა უნდა გადაიწვეს, შენ არ ჩართულა. რა უნდა ჩართვას?
დედა რა საკეთე? რა ვიცი, ტიკა ხო იცი ნაფხმია ეშმაკს არ ძინავს. აი? ჩაერთო. დედა გიყვარს ხო უკვე კომპიუტერი? მაგრამ დედა მობილური უფრო გიყვარს და კომპიუტერი? ეგ იცი როგორი კითხვა? ეხლა რო ეკითხება ხო დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ორივე მიყვარს ტიკა, ორივე. მაშინ ირაკლი თუ კომპიუტერი. დედა ისე უხდები შენ კომპიუტერს, უხდებით ერთმანეთს. მართლა? გადამიგე. აი, კომპიუტერისთვის რო გეყიდა კამერა, ერთად გადაგიღებდით შენ და შენ მობილურს. აჰა. მადლობა. მინდა? რა მეშინ იცი მაინც ხوار გამორთო ხა? გადაიწובה და მე ნახე რა მოხდება. დამშვიდი, არ გადაიწובה. ჯერ 5 წუთია რაც ჩავრთეთ. იმიტომ კი არ ვამბობ რომ რაღაცა. უბრალოდ ხა ხო იცი არა მოვა ირაკლი და დაიწყებ დამსვი და მაშინ იცი რა ქენი? პასვორდი დავაყენოთ და ვერავინ არ დაჯდება შენს კარგად. მოიცადა. კარგი რა ტიკა რა. არ გამიფუჭო. არ გაგიფუჭებ, აი ნახე. ნელა. აი ასე. მიდი ხა შენ ჩაწერე რაც გინდა და ვერავინ ვეღარ დაჯდება შენს კარგად. მიდი? ჩაწერე. არ უყუროში. ხო, არ გეყურებ, მიდი. გაიხედე? გამიდი. დსად არის ტიკა? აი դ. გაიხედე? ვიხედ. ესე դ აქ არის. ეხლა თუ სად არის ტიკა? აი თ და აი ო. გაიხედე შენ გაიხედე. დაბლოკილ. ვა, ბილ გეიტსიც მოსულა. აკე რა სისინა კომპიუტერი მივეცი? ისე რა. შენ რას გეტყვიცი? ტიკა რა ქვიცი? რამდენიანია იმ რა არისო, როგორიო? ორბირთვიანი. ორბირთვიანი, დათო, შენ იმდენ შრომობ და იმდენ სწავლობ კომპიუტერი, ერთ ბირთვიანი რას გეყოფა? რაც ლაპარაკობ. შენ ორ ბირთვიან. რა თქმა უნდა. იყუმრე მე დამიწყები დათო დამსვი და დამძრე გეკვეცები. ტიკა გამორთო. ხوار გადაიწובה, ჰა? არა, არ გადაიწובה. არ გადაიწובה. დონეკა. მაგრამ იცი რა ფინდა თო? რო არ გადახურდეს, მაინც ყოველი შემთხვევისთვის მოდი აივნის კარი შევაღოთ, გინდა? ბუზუზუზუ. ტიკა. მემცემს დამწვრის სუნი თუ მართლა დამწვრის სუნია? ტიკა, იცი როგორი სუნია? აი კაბელი რო იწვის ხოლმე. რა? სუნი არის. ალო, გოგი. ხო, სახში ვარ. იმიტომ რომ დასვენების დღეა დღეს. შენ ცისვენებ, გოგი. ხო. დათუჩამ იყიდა კომპიუტერი და გვიხარია ყველას. ხო. შენ ციყიდე? როცა რა ფირმის არის? ოჰა, დათოსიც ასეთია. ვერცხლისფერი, ხო? ორბირთვიანი. ოჰა, ზუსტად ერთნაირია. გოგი, რა მიეცი შენ? აჰა, 200 ლარი. აი რა ტიკა, ეს თამამი ვალი ამ ხერაფული ჩაგატამა.
გაქვთ ხო? ალო, ხაო კი არა, გოგი. გამითიშა ირადი? გამითიშა? იცი რამდენი ხანია გათიშა? მე შევალ მე ხარ ფერი დაიდო უკვე და ხაბერტის ნაჭის მოყვა. ხელი არა ხო იცოდე? თიკა, ახლა ნახე საკონტროლო გასროლა. საკონტროლო გასროლა. კარგი რა, კიცოდო არ გინდა გავეცე. ნუ ეშინი არაფერი არ მოუვა, ეგ ხო ვაშკაცი. ვაიმე! დავიღუპე! გადმოვარდა! მაკავიგებნი და ხანა. ანანო მომისმენე ახლა. ესე იგი, როგორც გითხარი, თუ ვერ გიცნეს, ეგრევე ჩაურთე შენი გადაცემის ტექსტი. ეს რაღაც გაპრანჭული ხმით რო ლაპარაკობ ხოლმე, ციყვებზე და ბეკეკოებზე. ოღონდ ახლა ისეც არ გააკეთო, რომ საერთოდ კორპუსი დაგვინგრიო. ხო. არა, თამარ, ასე ამბობ, მოვემზადე. აი ნახე, აი ჩემი იმედი გქონდეს. იცი რა მოვიფიქრე, თამარ? აი ჩემი ბოლო გადაცემა რა იყო მღრღნელებზე. აი მაგაზე დაუწყებ ლაპარაკს უფრო ემახსოვრება, ხო? ვაი მე ისე თამარ იცოდი? იცი თურმე ციყვები ინდივიდუალურად აგროვებენ თავიანთ სანოვაკს, ანუ ცალ-ცალკე მივხვდი. მე ეს ყველაფერი მიაქვს თავიანთ ფუღუროში, იქ ინახავენ, იქ რაზე ვლაპარაკობ ახლა რა შუაში? მოიცი ახლა რაღაცა სხვაგან ვიყავი მე ხა? კიდევ კარგი მიხვდი და არ მათქმევინე ახლა. სალარიამდე. გამარჯობა. ნაბატი ცოტა რომ გალოდინე. გამარჯობა. დავზანდით. რით შემიძლია გემსახუროთ? ცოტა გვალოდინეთ, ახლა არ გვალოდინეთ ცოტა. გელოდეთ 3 თვე, 4 დღე და 2 საათი. კაი. ჩვენ სახლის სახურავის თაობაზე გაწუხებთ. აი უკაცრავად რა, მაგრამ მე აი როგორ მოგმართოთ? ოთარი? ბატონო ოთარ, აი უკვე მრცხვენია ცოტა, რამდენჯერ უნდა გამოგზავნო განცხადება, რამდენჯერ უნდა მოვიდეათ, აი თქვენ ახალი ხართ, ხო? დიახ, ახალი ვარ, მაგრამ გიცანით, თან თამარ ხლონტი ბრძანდებით ხო? შეგენიცანი. წინა უფროსმა მითხრა, რომ მოვავა აუცილებლად. ну ეხლა იმას ესე იგი რაღაცა მაინც გაუკეთებია, რაღაცას მუშაობთ ესე. თქვენი განცხადება თუ შეიძლება. რა თქმა უნდა, მოვიტანე ახლა ხوار ვსეირნობ ამ ხელა გოგო. ხო. პირდაპირ მოვიტანე თქვენთან. არ მინდა რა ჯერ გიგი შევაწუხო. და აი ახლა რა მდგომარეობაშია სახურავი? საშინაო მდგომარეობაშია სახურავი. კედლებში გაჩნდა უდიდესი ბზარები. აჩავერთო. ბზარები გაჩნდა იმ ხელა ბატონო რომ ციყვები ჩაეტევიან. აბა, სხვათა შორის ციყვები ძალიან ოცნაური არსებები არიან. ისინი ძალიან კარგად გრძნობენ მოახლოებულ საშიშროებას. ისა კარგი გენაცვალე და კიდევ რა ჭირს, ოღონდ საქმე. საქმე აი გოგონა. ესე იგი, სარდაფში წყალია ჩასული და მთელი ეს მოსახლეობა ვერ ჩავდივართ. დაცურავენ მურაბები. მურაბები კი არა. მურაბები კი არა, თევზები. ასე დაცურავენ მურაბები და თევზები. და ეხლა მურაბები არ ვიცი, მაგრამ იცით, თევზები ძალიან საკმარისია, გიცანით. კარგი გადაცემა. იცით რა უკაცრავად რა, ჩემი მეგობარია, ხო? არა ვართ ახლა ქუჩიდან მოსული ხალხი რა. კარგით, მე ახლა ავალზემოთ და ნახავ იმაში რა თქვენ არ მოდი ხარ? ზურაბიზია. ვაიმე გოგო რა გინდა და ხარ? ეს ზურაბ მე ეხლავე მოვალ. კი ბატონო. დავცანი ზურაბიზია თქვენ. მადლობს, სადაც. მე აკა. აი, ხო რა შეგაწუხა.
რამ შეგვაწუხა ზურიბიძია და ჩვენ კორპუსს გაბჭებული აქვს სახურავი წყალი ჩამოდის და შემოვიტანეთ განცხადება. ხო, მაგრამ ეს ხომ თავმჯდომარეა. ხო, მე ხო. თავმჯდომარე. რა ბზარებიო რას ამბობდი? უი მეზურაბიძია, ბზარები გაჩენილა თურმე, იმდე ისეთი რომ ციყვები ჩაედავიანო. აბა, სხვათა შორის ციყვები. არა, ეხლა შემეშალ. ეგ არაფერი მე ვფიქრე სანდროს ხوار და ემართა მეთქი. ხო იცი სულ სიფიქრებს კაც. როგორ მიდის სანდროს ქორწინების ამბავი? რა ვიცი, მიდის რა დაძდებს იმ გოგოს მაიას. მაია გამაცნო. მაია. ასტროფიზიკოსი. მაია. ჭკვიანი გოგოა. რა? მოგეწონა? ოი, რას დაძდებს კი არა? ვაი, მე ისე კარგად დაძდებს. ჩვენც მეუბნებით ზდიე, ცოტა აქტიურე და გვიხარია. ხო იცით რას გეტყვით? სახურავის საქმე ადვილი ამბავი არ არის, მაგრამ მაგ პრობლემას მე მგიგვარე. მადლობა. ოღონდ თქვენ მაიასა და სანდროს საქმეს მიმიხედეთ. მაია და სანდრო? ნუ ეხლა რომელი უფრო რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა ეგ საკითხავია, მაგრამ ნუ შევთანხმდეთ. მოიცა, მაია და სალომე მერე. საქმეს მაია ჭირდება. ოჯახი როგორ ხართ? რა ვიცი. ჩემი იმედი გქონდეთ, თქვენი იმედი მაქვს. მოკლედ, მეგობრებო, ძალიან გხოთ, სანამ მოვლენ ისინი, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ყველა, ხო? გისმენთ კეთევან? სალომე, ესე იგი ლაშაც სალომე. მარიკუნა? მე დილით კი ვთქვი, რომ მაიას უჭერ მეთქი მხარს, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სალომეს ვემხრობი კი. ოჩახ მარიკუნა, მეც სალომე და მინდა გითხრათ, რომ აი ის ვირტუალური სამყაროც აი იქ სალომეს უჭერს მხარს. კარგი რა თიკარა ეხლა. სად შემიყვანა ეხლა ეს და რა? თათო, რატო წუწუნებ? საიტია Google-ი. არ მინდა ეს Google-ი გამომიყვანა ეხლა აქედან გამიფუჭებ რა ეხლა. კარგი და თუ ეხლა მე წავალ, შესაძლოა გინდა შედი და როგორც გინდა გამოდი. არა, ეხლა აქედან გამომიყვანა ეს რომ არ გამომიყვანა. ეხლა ნახე, ჩვენი კორპუსი უნდა გაჩვენო. ხედავ, აი ნახე, თანამგზავრიდან გადაღებული სურათია. აი, შეხედე? ეროშ, ახე რა კომპიუტერი მივეცი, ჩვენი კორპუსი ჩავს, რა? არის რა. აუ, აბა ჩვენი კორპუსი ამანახეთ რა. აუ გიხვეწებით, გაადიდეთ რა, არჩვაძეების რემონტი მინდა ვნახო. აუ მიდი რა გაადიდე რა. კეთება, მეტი აღარ დიდდება. აი მე რა ხალხი არა ეს არჩვაძეები, კოსმოსიდანაც არ შეგახედებენ სახლში. გაუბრასდი. ძალიან გაუბრასდი. გაბრაზდით, ქალბატონო კეთევა? დიახ. მაშინ მიდი კარი გააღე. მიდი. გაუბრასდი და თამარი და ანანო. ანანო. ნახე რა კომპიუტერი მივეცი? HP. თათო, გაჩუქეს. აი, ჩემი თამრიკო მოსულა. აბა რა კენი თამარ გაარკვი იქ სახურავის ამბები მერიაში. გავაკეთებთო. ვაი, გეხვეწები, ჩემი და საქმე მივიდეს. უნდა ყველგან უნდა ვთქვა და საქმე ვერ არა გამორიცხულია, ჩემი და. ჩემი და. კეთევან, აი თამარი რო გათხოვდება, მე რა ეშველება ამ კორპუსსა? რატო ფუჭდებაო სახურავიო, რატო? კაკანი აფუჭებსო თურმე. ესე თქვენი. რა ხდება მარიკა, აქ რა შეკრება? რა ხდება და ახლა მოასალომე. სანდროც დაბარებული ყავს, დასხდებიან, დაილაპარაკებენ და ჩვენც როგორმე ხელი უნდა შევუწყოთ. სანდრო და სალომე. ბებესა და
ჩვენ ხო ვიცით რომ ეხლა სანდროს მაია მოსწონს. ხო და იქნება არ ჩავერიოთ და ბიჭმა თვითონ გადაწყვიტოს რაღაცა. ქალბატონო თამარ, აქ ასეთი სიტუაციაა. ძალიან გხოთ მობისმინოთ. სანდრო არის საქართველოსავით. ანუ მოექცა ორი დიდი სახელმწიფოს ინტერესთა სფეროში. ამ შემთხვევაში სალომე და მაია. ხო? ესე იგი, ჩვენ ვართ გაერო. ნუ თამარჩიკ, შენ ახლა პანგიმუნი გამოდიხარ. ისე რაღაცით გავს. არ მინდა ეხლა ეკლაპარაკები. ხო და ჩვენ როგორც გაერომ უნდა გადავუწყვიტოთ ახლა ეს პრობლემა სანდროს, იმიტომ რომ მე თამარ დარწმუნებული ვარ რომ სანდრო თვითონ არ იცის რა უნდა. კეთო შენ რას ფიქრობ? სალომე, ეს სალომე. მარკა შენ? რა თქმა უნდა, სალომე. პროფესორი? სალომე. აუ და გეხვეწები რა. ვეშაპების დამცველი ორგანიზაციის ვებგვერდზე გეხვეწები ერთი წუთი შევალ და მომენა. ნა, ხო გითხარი ამ ფიჭებიც გაკეთე. აუ გოგი. თიკა, შენ ვიზე ფიქრობ? სალომე. დათო შენ? სალომე. შენ ადექი მოდია. მოდი რა გეპინგვინება ამ ხელაფონს. რა მნიშვნელობა აქვს? ამუიღე ახლა ხმა, თორე ხო ხედავ იქ რა გვითხრეს. საერთოდ არ გაგვიკეთებენ სახურავს, მიდი დაიწყე. მაიაზე და დიახ, მიდი. ხალხო. მოსმინეთ ყველა. გონია რომ ესეთ როთი გადაწყვეტილება. ხმა მაღლა. ჩვენ გგონია რომ ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს არაფრით არ შეიძლება აჩქარება და საერთოდ ჩვენ ვთვლით რომ ასტროფიზიკა ოკაი რა თამარა მე ვთვლი რომ სანდრომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დამვალე მართალი ხარ ანანო აბა რა იცი რა ჩვენ უბრალოდ უნდა დავეხმაროთ ხალხო მომისმენთ მე ვთვლი რომ ჩვენ ეს ორივე გოგონა უნდა გამოვცადოთ ერთ კვირას ერთმა დაალაგოს ჩვენი სახლი მეორე კვირაში მეორემ დაალაგოს ჩვენი სახლი მე შევხედავთ რაღაცა შევაფასებთ ავწონი და რაღაცებს შეფასებებს შევიკავთ მე თუ მოგვეწონება და თუ ჩავთვლით საჭიროთ არა მოდი დაჯექი ხალხო ეხლა მე მომის რას ვეხა მასამდე ლაპარაკი ავდგეთ და სალომის მოვატაცებინოთ სანდრო კარგი დათო რა როგორ უნდა მოიტაც სად უნდა წაიყვანოს სად წავიყვანო და სად თიკასთან მე საწავიდე ჩვენ სადახრი და გლონდებთან ჩვენთან ხო ლაშან ჩვენთან აჰა რა და შენ მიდიხარ აქედა აჰა მოტაცება მოზგანა უკაცრავად ჩაგეჭრებით ხალბატონო ქეთევან მაპატიეთ კიდე გაბრაზებული ხართ არა მაშინ მე გავაღებ კარს ხო მადლობა ეს სალომე სალომე აი გოგო ინდივიდი რაღაც არაჩვეულებრივი გოგო აი არაჩვეულებრივი შენ მოდია საირაკლი სანდრო არ მსულა შენ არ ინერვიულო სალომე შენ არ ინერვიულო ცოტა ხანი ასე დაჯექი დავშვიდი დაწნადი სანდრო მოვა ყველაფერი კარგად იქნება და ლევრამეს კი ერთი ყავა უშაქროთ ახლავე ლაშიგო რა უცნაური რამეები ხდება ამ სახლში კაცო მე მომზადებ ყავას და მომაკ სალომესთვის სანდრო გაუგეთკარები რა მე გავაღებ მე მოიწოდე მარიკა მოიწოდე შენ არ გააღო სალომემ გააღოს უფრო ეფექტი ექნება სალომე მიდი სალომე გაიმარტე უი მე მგონი სხვაგან დავრეკე ზარი
აი, მე მგონი სხვა კარი გავაღე. სალომე, შენ ხარ? რო გაიცანი ეს მაიკოა ასტრო ფიზიკოსი სალომე, ხო გახსოვს? გახსოვს კი. მე მაიკო როგორ გამიხარდა რომ მოხვედი კარგი გოგო ხარ შენ. რა ხდება? რაღაცა ისე შეკრები ხარ. აბა, ხო, ფილმის საყურებლად შევიკრიბე. სანდრო, რატო არ მითხარი რა ფილმი? რა ფილმის და ყველა ველოდებოდით ჩვენ კარგ მელოდრამას. ხო და მე გამოაცხადეს მელოდრამა არ იქნებაო და ახლა ალბათ რაღაც მძაფსიუჟეტიანი დაიწყება. აჰა. მე როგორც ხვდები აქ ირაკი. სიტუაცია დაიძაბება. და მე და ჩემი აიშპი ჩემს ახში. მოდი გამაგრეთ აბა მობძანე. მოდი ანანა, მოდი შეხედე რამდენი არიან. მარიკა, რო გავიგე ბავშვსელოდები ძალიან გამიხარდა. ხო, ჩვენ ბავშვველოდებით მე და ჩემი ბეღურა და გადაწყვეტილი გვაქვს რომ თუ გოგო გაჩნდება, ირაკლი, ჰა? ერთი წუთი შეგიძლია გაჩნდა და მასა გოგო. შეგიძლია? მადლობა. ხო და ბავშვველოდებით მე და ჩემი მარიკუნა და გადაწყვეტილი გვაქვს რომ თუ გოგო გაჩნდება, უნდა დავარქვათ სალომე. ხო, იმიტომ რომ სალომე ძალიან კარგი სახელია. აი რა ისტორია, აი ყოჩა, მამა მე გვენთან. ეხლა რა არის? მაიაც არაჩვეულებრივი სახელია. მაია ჩიბურდანიძის გამჭრია ხომა, გაიხსენეთ ხალხმა. ხო, მარტო როგორ გამოვიწყდა. კი, გადავა. მოვიდი. ეგრე სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიურობა. აი ისტორია, გადავა. მოვიდი. ანანა. მაია წნეთელის სიმამაცე. დავა. ეგრე სალომე ზურაბიშვილის პრინციპულობა. აი პრინციპულობა. ანანა. დროზე. მინდი. მაიაკოვსკი, ჰა? ვაიმე იცით სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ თემა. ვაიმე როგორი საშინელი სიცხეები იყო ამ დღეებში. ძალიან დაცხავდი. ხოთაშორის აი გამოწვეული იყო მზეზე აფეთქებების გამო. იმიტომ რომ პერიოდულად მზეზე ხდება აფეთქებები და ეს გავარვარებული პლაზმა მოიტყორცნება ხოლმე კოსმოსში. ვაიმე დედა. აი როგორი განათლებული გოგოა მაიკო რა და როგორი საქმიანი. თამარ განათლებული კი არის სეპარებაიჭი, მაგრამ მისი საქმიანობა სადგინახავს. აი სახურავს რო გააკეთებენ, მე ნახა. არა ეს იმას რაო? სახურავი? ლაშა. ლაშა? აი რა ლაშა. სალომეც არაჩვეულებრივი გოგოა. არაჩვეულებრივი ჭკვიანი, კეთილი, გვერდში დაგიდგება, არ მიგატოვებს გაჭირვებაში, დაგეხმარება, მოგივლის. მართალი ხარ ირაკლი, მართალი ხარ. იცი მაიკოს, ხო სალომე მართლა ძალიან კაი გოგოა. სალომე ეს სულ მაინტერესებს. რატომ არ თხოვდები? გატო მომადი მე არ გამიხაირა. ისა. მაიკო, მაია ჯერ. მაიკო, სანდრო მითხრა, რომ უცხოეთში იყავო მაიაო. კი. ბელგიაში, ბრიუსელის უნივერსიტეტში. აჰა. კი.
სხვათა შორის იუპიტერიდან წამოსული გამა-გამოსხივების სპექტრალურ ანალიზზე მუშაობდი და მე მგონი გავაკეთე. სხვათა შორის სალომე აკეთებს არაჩვეულებრივ ყავას თავისი სპექტრებით, ანალიზით, გამოსხივებით. უკაცრავად პროფესორი მირეკა. ხო, აბა ჩუმად. Bonjour. Oui, je vais bien, merci. Comment allez-vous? Oui. Très bon. Oh, excusez-moi. Je ne peux parler. Oui. Oui. Je vous appelle demain. Oh, oui. კაცრავად ბრალდრო არ მეპასუხე არ შეიძლება. რას ლაპარაკობ, მაია? როგორ გეკადრება? Maya, parlez-vous français? J'aime beaucoup la française, mais je préfère italien. Et vous? Bravo! რავი რა. რა გადაწყვიტა გაერო? დათო, მხარეებმა ისეთი არგუმენტები წარმოადგენს, რომ მე მგონი ერთი დამატებითი რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოიწევს. აჰა. მაშინ მე ჩემს კაბინეტში შევალ და მე მომახსენე. მე შეთან წამოვალ. ხო დათო რა გამისკდა გული რა. ო, რა მოგივიდა ფოსტა შევამოწვე ჩემი და გამოვედი, აჰა. მორჩა, მობძანეთ. ფოსტა კი არ არის. დაჯი. ისე დათო ოჩახშე რა. ფასვორდზე რა გიწვალია? ოხი რაგლი. მოიცა პროფესორო. მოიცა. ეხა შეესული პასპორტი და ნაკავრაცად შეამოწმება ხოლმე. რა შევწევ? რა. ტიგარი ხარ შავ. ეხლა შევწერ მე შ ვ ნა რომც მიხვდეს ირაკლი ამას ხო თავის ხელით მაინც არ დაწყეს. ზუ